გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. მეგობრებო, მე ევშტეინზე ვაკეთებ ვიდეოს, ამ თვეში მაგიტო ვერ ვიაქტიურებ ვიდეოები თიდად, რადგან 4 ჯერ დავიწყე ამ ვიდეოს კეთება ევშტეინზე და 3 ჯერ გადავიფიქრე. ისეთი საშინელი რაღაცეები იყო. ზოგიერთმა თქვენგანმა ალბათ ბევრგან მოისმინა, უკვე ბევრგან ნახა, ბევრი რამე. მე ამას დიდი დრო დავუთმი და ისეთი საშინელებები ვნახე, რომ ეს 3 ჯერ გადაფიქრება გამოიწვია. მე-4 ჯერ რატომ გადავწყვიტე რომ გადამეღო მაინც, მაგას მოგიყვებით ამ ვიდეოს შემდეგ დაიდება ის ვიდეო. ახლა კი მინდა ცოტა ვიჩილაო, ცოტა გულს გადავაყოლო, გავერთოთ. ჩვენი მიმები ჯგუფში რა მიმები გამოიგზავნა და რაზე ხორხოცებს ჩემი community მაინტერესებს და რაზე იცინის ხალხი საქართველოში. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, ზარის გლახსაც დააჭირეთ, იმიტომ რომ ამის შემდეგ ვიდეოს მაგარ ბენგერს დავდროპავ. ჩემი არხის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. ბიჭო, ნიკუშ ტელეფონი ჩემთან დარჩა ბინაში. ნიკუშ, ბიჭო, დაგვროვდი შეჭმა. უი. ნიხტა მაინც კარგია. ასე ჯობია. როცა მოვკვდი და ამოწმენ ყველა ტირის თუ არა. ეს ვინ მოიფიქრა. ბურვან ყრუ, ბურვან, ხო? ამ რომაკროს გაუგზავნეს ვოისი. მე რომ გითხარით, სასაცილო მიმები გამოგზავნეთ თქო და თუ გამეცინება ყველა სასლაშა ურიცხავ თქო. მოდი ეგ იყოს ამის შემდეგ ვიდეოში და თან ვინმე ცნობილ იუთუბერს მოვიწვევ და იმასთან ერთად გადავიღებ. თუ რომელიმეც გაგვეცინება, მაინც გადავიხდით დასლარს. თითო გაცინებაში. ამიტომ ახლა გამოგზავნეთ მიმები და ბევრი მატერიალი დააგროვეთ, რომ კარგი სასაცილო ვიდეო გამოვიდეს და ფული ამახიოთ. როდესაც რიკოცე ოსტრი ჭამე. Oh my god. Იანარისიმერა. მე სამზარეულო ღამის 4 საათზე. ანუ არაფერი არ არის თითქოს ამ მიმში განსაკუთრებული, მაგრამ ეს შავთეთრი როა და სევდიანი და თან სიარულის მანერაც რაღაცნაირია. ანუ ემოციას ძალიან ზუსტად გამოხატავს. აი თითქოს დანაშაული შეგრძნება რო გაქრო ესე გვიანჭა, მაგრამ მიდიხარ მაინც. თან ისე მიდიხარ რომ ვერაფერი გადაგაფიქრებინებს. ალბათ ფიქრობ რომ ცოტას წაიხემსებ, მაინც ეს გვიანია. მაგრამ ნელ-ნელა ისე შეყვალ მუღამში და თან ფიქრებით სადღაც წახვალ, რომ სულ გადაჭამ ყველაფერს. და მაგდენს ალბათ ჩვეულებრივ ჭამაზე არ შეჭამდი. იყიდება ოჯახი. და სახლი უნდა დაეწერათ. ოჯახი დაწერეს. დაუსნაულია. ის ერთი კოღო ჩემს ოთახში ღამის 3 საათზე როცა ვცდილობ რომ შვიდად დავიზინო. პარალელური სამყარო. მე შემოვჯექი კომპიუტერზე და ლუნა დაждდა ჩემს გამზე. ლუნა თურმე საძის, ნახეთ. შევე კამერას. ეს გაიფერთხე. გასაგებია უკვე ვინ წაშალა ძველი სერიები. კეთილების ძველი სერიები წაშალა ცოტა ხნით ამას წინათ. და მე მონაწილეობდი კეთილების სერიალში ესე ეპიზოდურ როლში ჰაკერად. და ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს. უკვე მესამე სერიალია, სადაც ესე პატარა ეპიზოდური როლი მქონდა. ყველგან მქონდა 3 წამიანი როლები. ამ 10 წამიანი. ჩვენი პირველი სერიალი იყო პირველი ნესვის, შემდეგ იყო ვარდოსანძეს სერიალი და ახლა კეთილები. აქ ისეთი რაღაცა გავაკეთე ამ სერიალში. მოდი არ დაგისპოილერებთ, ვისაც არ გინახავთ. რატო კომენტარები იყო ამაზე, რომ ჰიტა ვიხილეთ კეთილებში მანამდე სანამ GTA 6 გამოვიდაო. GTA 6 წელს გამოდის საბოლოოდ GTA 6. ამ წლის ბოლო დღეებში კიდე თუ არ გადაიდო, როგორც მანამდე 16000 ჯერ გადაიდო. GTA 6-ის ბიუჯეტი იცით რამდენია? წარმოვიდგინეთ, ვიდეო თამაშის ბიუჯეტი არის $2 მილიარდი. მილიონი არა, მილიარდი. 2 მილიარდი არის 2000 მილიონი $.
ძალიან მაინტერესებს რა იქნება. Რომ იცოდეთ, სკოლებში ტრივია ბრუნდება ახალი სეზონით. ტრივია არის მოსწავლეებისთვის შექმნილი შემეცნებით გასართობი თამაში, რომელიც შეგიძლიათ ითამაშოთ სკოლებში და თან გაერთოთ და თან ბევრ რამე ისწავლოთ თქვენთვის საინტერესო თემების ირგვლივ. ამიტომ დაელოდეთ ტრივიას და ითამაშეთ და ზოგადად ეგეთი საინტერესო თამაშები ასწავლებს. შენ რომ არ მომწერე, მეც არ მომიწერია. თუ გოგო ხართ, ან ბიჭი ხართ, არ მნიშვნელობა და ვინმე ბიჭს თქვენთვის ეს ფრაზა უთქვამს, ეს მიმი გაუგზავნით. იმას არ გეტყვით, ეხლა ჩემი ვიდეო დაულინკეთ თუ რაღაც. დასკრინეთ ეს მიმი და გაუგზავნით. ყველაზე პრინცესული წინააღმდეგაა. თან როგორი ახმახი სახე. როა ბიტკოინი საკმარისია? საკმარისია. ნახეთ ერმოლოს ფილმიდან მიამსგავს ეს. მე და ამ კაცს ორივეს გძელით მევიგვაქვს. მოიცა, ტოპებ და ტანჯულა მე ამ კადრის რეფერენსით მოთამაშის აქ. იმიტომ აღმოჩნდი მე ამ ჰაკერის როლზე ამ კაცს გავარ. ვაუ, თუ ასია კარგი გაცვლა იყო. ყველაფერი წყალმაძა იყო. გადაკეთე მე. როგორ არის? ყველაფერი წყალმაძა იყო. გადაკეთე მე. როცა ვიღაცამ გული გადამიშალა და ახლა ვფიქრობ რომ ჩემი ჯერია. ძალიან საური მომენტია მეც გქონია. ყოველი მშობიარობის შემდეგ რამაზი მანქანას ჩუქნიდა. რამაზ ორსულა თუ არა? და კომენტარში მარტო ესე წერა ხოლმე. ქართველები ხო ვართ რაღაცეებში მაგრები და ერთ-ერთი ტოპები ვართ კომენტარების წერაში. ზოგადად ქართულ ინტერნეტში კომენტარების კითხვაზე გასართობი ალბათ არც ერთი კონტენტი არ არის. ესე გასვიადებულად ვიტყვი. როცა ყველა ბენზინის ფასებს უწუმებს და შენ მართვის მოწმობაც კი არ გაქვს. Norm. Oh shit. ასეთი გადასაფარებლები ძალიან სასაცილოა. როდესაც დასასვენებლად დაწექი და დედაშენი ტელეფონში ამბობს მოვა ახლა ჩემი შვილი და წამოიღებსო. დღეს რაღაც მემეცინევა ყველაფერზე თუ ამ იმებში არის ემოციები კარგად დაჭერილი იმ წინადადების რაც აწერია. თუ იმიტომ ეცინება რომ ამ ვიდეოში გაცინება ფული აგებს. ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით კმაყოფილი ვარ. კუბუები და ვენოგები მეც. ის ხორნოღორო იყო. პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ვაუ, ის რა კარგია. ეს ცნობილი მიმი, ესე გადააკეთეს ცოტათი. მედუზა გორგონას შეხედა და გაქვავდა. ასეთი გახედვის გამო რომ ბიჭები ასე ქვავდებოდნენ. დედამიწაზე მარტო ქალები და ქვები იარსებებდნენ. როდესაც ჩუპა-ჩუპსი ძირს დაგივარდა. ესეთი რატო არის ესეთი? სვანის ავადმყოფოში დააწვინეს ექიმი ეკითხება წნევიანი ხარ? არა, სუბელიანი. ეს კარგია. კარგია ის მომწონს. უძრის mc კვადრატს. ენერგია უძრის c გამრავლებული ყავაზე კვადრატში. აინშტაინს აწყნარებს სტივენ ჰოკინგი და ტაისონი. კოსმოსი ნახი გაქვთ დოკუმენტური სერიალი ამ სამყაროზე და დედამიწაზე? თუ ჭკვიანური რაღაცები გიყვართ, უყურეთ კოსმოსს, რომელიც არის 2014-ის და 2020 წლის. თითო სეზონია და ძალიან მაგარია, ყველას უნდა გქონდეს ნანახი ჩემი აზრით. უფრო ძველებიც არის ეს კოსმოსი. კარლ სეიგანიდან მოყოლებული არსებობს და მან დაიწყო. მაგრამ ეგრე ძველებს თუ არ ნახავთ, ეგ-ორი სეზონი ნახეთ. რამ ჩაიფრინა ჩიტას დოჯმა? მოგეწონა ჩემი წინა ვიდეო მანქანაზე. როგორია დოჯ ჩელენჯერი საქართველოში 6 თვის ყოლის შემდეგ. კანადიან B, USB. თუ ამერიკელები smile, მაშინ ევროპელები skillometer. დებილობა. როცა მასწავლებელმა გითხრა ენას, ნუ მიტრიალებო. იაგოს ეს მიმიკა ძალიან კარგი მიმია. ის რაღაცეებს. ეს მე ვარ პროექტოზე ჩართული და ვიღაცამ გამოგზავნა ჩვენ ჯგუფში სკოლაში მასწავლებელი გვაყურებინებს ჩვენს ვიდეოს. ეს ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. და პატივთან ერთად პასუხისმგებლობაც. და ზოგადად ყველასთვის პასუხისმგებლობა არის აუდიტორიის ყოლა. როდესაც საშინა პახმელიაზე ხარ, მაგრამ ძალს მაინც ასე ირნებ. რა პახმელიაზე არის ეგეთი? ტვერსასრუტი რო წამოიღო. ფასდაკლება 9.95. გადახაზულია 8.95. ბისკვიტი. ეს მილკა შოკოლადებია ბისკვიტი. ამ ფასდაკლების დროს ფასი რატომ მოემატა? ისეთი მინახავს, რომ აი ერთი თეთრი ფასდაკლება არის, ან ძალიან ცოტა ფასდაკლება არის და სასაცილო იყო, მაგრამ აქ გაძვირდა.
ეს არის ფასდაკლება კი არა. ფასმატება. ფასმატება უნდა არსებობდეს ისე. ანუ ფასმატება ხო არსებობს, სულ ჯვირდება ყველაფერი და წინა ფასს უნდა დატოვონ. აი ყველაფერი ჯვირდება, აქ ჯიგარი გამყიდველები არიან და რამდენით გააჯვირეს მაგას გეუბნებიან. მოგესალმებათ ოტაკუჯი, ჩვენ ლახმოვანებთ ანიმეებს ქართულ ენაზე. მე ვარ მაფიჩან, მე კიდე ეს გოგოები საწავიდნენ ისე. თან ძალიან ძველია ეს ვიდეო, 1-10 წლის არის ალბათ. და ესე YouTube-ზე რამდენიმე ვიდეო გადაიღეს და შემდეგ ისე გამიმდა და გაიტრენდა, რომ მე მგონი მაგის გამო აღარ გააგრძელეს, რომ ეცინებოდა ხალხს. მაგრამ უნდა გააგრძელებინათ და ძალიან დიდი სტარები იქნებოდნენ. დროით მეგობრებო, მაგარი მიმერები მყავხართ, გამოგზავნეთ კიდევ ახლები და შემდეგი ვიდეო უფრო სასაცილოდ გადავიღოთ.